მოგესალმებით, ჩემო ბავშვებო, გრძელდება ხატვის გაკვეთილები ჩემთან ზალიკოსთან ერთად და დღეს მოდით დავხატოთ ძაღლი. მოიმარჯვეთ ფანქრები და ფურცლები და დავიწყოთ. არ ვიცი როდისმე დაგიხატათ თუ არა მსხალი, ალბათ კი და დავიწყოთ დავხატოთ ჯერ აი ესეთი მსხალის ფორმით მოვხაზოთ ჩვენი ძაღლის თავი. შეიძლება გაგიკვირდეთ რატო, მაგრამ ესე ჯობია და ამ ფორმაში ორი ერთმანეთზე მიწეპებული წრე დახატეთ. და გამოვიდა თვალები. რა თქმა უნდა, შიგნით პუტკუნა წერტილები ჩავსვათ, რომ ჩვენმა ძაღლმა გამოიხედოს თვალებში და აი ესე წარბებიც დავუხატოთ. რა თქმა უნდა, ძაღლს აი ესეთი მგვალი, შავი ცხვირი აქვს. მოხაზეთ წრე და გააშავეთ და ეხლა ნახე რა ვქნათ, როდისმე ხო დაგიწერიათ, წერა კითხვა ხო იცით, ასობგერა ო როგორი წერება. ეს რო ამოატრიალო და აი ეგ დაწერო ასობგერა ო. უკვე ძაღლის პირიც გამოჩნდა. აი აქ ვხატავთ ყურებს, ძალიან მარტივად. ერთი ყური ავაწევინოთ, თვითონ ჩვენ ბრძანებას უსმენს. და აი ამ ადგილებში სამი წერტილი ჩასვით. 1 2 3 1 2 3 და გამოიკვეთა ძაღლის თავი უკვე. ახლა საყელო დავუხატოთ და 2 ნახევარ წრე აი ესე დავუხატოთ. შემდეგ ჩამოვხაზოთ 2 ხაზი ფეხებისთვის და ამათ შორის ზუსტად შუაში კიდე 1 ხაზი. ანუ 3 ხაზს ვხაზავთ და დავუხატოთ თათები. 1 თათი, მეორე თათი. თუმცა უფრო დაკონკრეტება საჭირო და ამიტომ აი აქ 2 ხაზიც უნდა ჩამოვხაზოთ. ახლა უკანა ფეხებიც გამოვაჩინოთ. ორიანი დაწერეთ აი აქ. აი ამ ადგილას. და ეს 2-ის დამთავრებისას შემოუხვიოთ და შემოვიდეთ ამ ფეხთან და აქ უკვე უკანა ფეხის თათიც გამოჩნდა და როგორც წინა თათებს დავუხატეთ, აქაც 2 ხაზი ჩამოვხაზოთ, რომ დავასრულოთ უკანა ფეხი. აქეთ ხარეს სარკულად უნდა მოხაზოთ ეს ფეხით. აი ეს რო სარკულად გადმოიტანოთ და აქაც უნდა 2 ხაზი. არ ვიცი, მთვარე დაგიხატათ თუ არა როდისმე, აი ეგ რო დახატო ესეთი მთვარე. უკვე კუც დაემსგავსება. აი აქ ბოლოში 1 2 3 4-ით შეგიძლიათ ხაზი ჩამოუსვათ და ჰოი საკვირველებო, ჩვენი ძაღლი დაიხატა. ჩემო ძვირფასებო, მომწერეთ კომენტარებში რისი დახატვის სურვილი გაქვთ და თქვენი ნამუშევრებიც გამოგზავნით, ნახოთ რა გამოვიდა. აბა წარმატებებს გისურვებთ.